დილამშვიდობისა, ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია. ორშაბათია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ახალ სამუშაო კვირას ვიწყებთ და ვიწყებთ მთავარი სათქმელით, რომ ადამიანზე ვსაუბრობთ. ნებისმიერი საკითხი, რადგანაც არის ხოლმე აგებული ჩვენი გადაცემა, ნებისმიერი თემა, რაზედაც გესაუბრებით, ნებისმიერი პრობლემა, რომელიც თქვენთან სამსჯელოდ გამოგვაქვს, ყოველთვის ემსახურება ადამიანის ინტერესს. და ეს ბუნებრივიც არის, იმიტომ რომ 15 წელზე მეტია უკვე ყოველდღიურად პირდაპირ ეთერში ვხვდებით ერთმანეთს, ეს იმას ნიშნავს, რომ 15 წელზე მეტია ყოველდღე თქვენს ოჯახში დილით სტუმრად მოვდივარ. აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ უკვე 27 წელზე მეტია ამ არხის ეთერიდან გესალმებით. და გესალმებით მხოლოდ და მხოლოდ იმის სათქმელად, რომ კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანის სიცოცხლე, რამდენად გასაფრთხილებელია ადამიანის სიცოცხლე, რამდენად ძვირფასია ადამიანის სიცოცხლე და რომ ყველა ღირებულებაზე აღმატებულია სწორედ ადამიანის სიცოცხლე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სიცოცხლეზე საუბარი, როდესაც ჩვენ ჯანმრთელობას ვიყენებთ როგორც ერთ-ერთ ინსტრუმენტს სიცოცხლის შესანარჩუნებლად, სიცოცხლის გასახანგრძლივებლად და რაც თავია ადამიანის ცხოვრების ხარისხის უზრუნველსაყოფად. და თუ კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ დღეს ორშაბათია და ახალ კვირას ვიწყებთ, აუცილებლად გავიხსენებთ იმასაც, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებით არსებობს კონკრეტული თარიღები, რომელიც ადამიანებში ამა თუ იმ პრობლემის მიმართ ცნობადობის ამაღლებას ემსახურება. დღეს იწყება კვირეული, რომელიც მთლიანად ბავშვებს ეძღვნება. და მე მინდა გაგახსენოთ, ვინ არიან ბავშვები. ბავშვები არიან ადამიანები, რომელთა ასაკი არის 0-დან 18 წლამდე. ამიტომ გამოდის, რომ შვილებიც ბავშვები არიან, ბაღის მოსწავლეებიც ბავშვები არიან, წინა სასკოლო ჯგუფის წარმომადგენლებიც ბავშვები არიან. ასევე სასკოლო ასაკის ყველა პირი არის ბავშვი. მოზარდები ბავშვები არიან და 18 წლამდე თუნდაც დაქორწინებულები იყვნენ ადამიანები, ბიოლოგიურად არიან ბავშვები. ასაკობრივი კატეგორიითაც არიან ბავშვები. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ბავშვი ნიშნავს იმას, რომ ის არ არის ზრდასრული, მას აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობები და მას აქვს განსხვავებული საჭიროებები, რომლის გათვალისწინებაც უფროსებს ძალიან გვჭირდება. განსაკუთრებით გვჭირდება უფროსებს, იმიტომ რომ ჩვენი ცოდნით, ჩვენი გადაწყვეტილებებით მხოლოდ სიკეთე მოუტანოთ ჩვენ შვილებს და არა ზიანი. როგორ არის ეს კვირეული წარმოდგენილი? დააკვირდით პოსტერებს და აუცილებლად შენიშნავთ, რომ ყველა დღე ეძღვნება ამა თუ იმ პრობლემას. ეს არის მაგალითად ადამიანის აზროვნებით დაწყებული, დამთავრებული ოჯახური ურთიერთობებით. მართალია, კვებას მხოლოდ ერთი დღე ეკუთვნის ამ კვირეულში და ერთი დღეა გამოყოფილი, მაგრამ ჩვენ განსხვავებული ტრადიცია გვაქვს და ჩვენ კვებაზე ყოველდღიურად საუბრობთ. თუმცა მიუხედავად ჩვენი ტრადიციებისა, ჩვენ აუცილებლად შევუხამებთ ჩვენს ტრადიციებს იმ კვირეულს, რომელიც დღეს ჩვენთან იხსნება და ეს არის ერთი მხრივ ტრადიციული ჩვენი გადაცემისათვის, იმიტომ რომ ჩვენ სისტემატურად აღნიშნავთ ხოლმე ასეთი ტიპის კვირეულს და მეორე მხრივ ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო, იმიტომ რომ ჩვენ შვილებზე შესაბამისად ჩვენს მომავალზე ვსაუბრობთ. რას ნიშნავს ბავშვების დამოკიდებულება ამ საკითხების მიმართ ძნელა წარმოსადგენია, თუმცა ჩვენ შეგვიძლია თუ არა ეს განწყობა კონკრეტული რგოლის სახით ყოველდღიურად გავიმეოროთ, ამას ნახავთ გვანცა მეფარიშვილის მიერ მომზადებულ საგანგებოდ, სწორედ ამ კვირეულისთვის მომზადებულ რგოლში. ჩვენ დღეს ვიწყებთ. მოდით გავერთიანდით. ой, მე დამხარეთ. ორშაბათი, სამშაბათი, ოთხშაბათი, ხუთშაბათი, პარასკევი. მოდით ყველა ერთად ავღნიშნოთ ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კვირეული. განათლებული ბავშვი არის დაცული, იმიტომ რომ მას ეცოდინება ბევრი რამე და სხვა ვერ დაჩაგრავს. ასე ამბობენ, რომ განათლებული ვარ, მაგრამ მე არ ვიცი. რაც უფრო ბევრი აზრი მომდის, ჭკვიანური აზრები მიყევდება აქ თავში. ფიზიკური აქტივობა არის, ესე იგი უნდა ვიყოთ ჩართული სპორტში და აქტიურები. კვებითი განათლება აუცილებელია. ინტუიციული? ხანდახან ჯობია რომ დაუფიქრებ. კუჭისთვის უფრო სასაგებლო არის ბოსტნეული და
ხილი. ყველას აქვს თავისი გემოვნება. და რაც მას მოსწონს, ის არის მისთვის გემრიელი, მაგრამ ეს უნდა იყოს სუფთად დამზადებული. ტიგრებში გასწავლია სწორი კვებას. რომ წვნიანი ძალიან კარგია. რასაც ვაკეთებ, ყოველთვის მინდა რომ გულით გავაკეთო და ენერგია ჩავაგდო. გონიერება ცუდი არ არის, მაგრამ ზომიერად უნდა გამოვიყვანოთ ჩვენი ტვინი. ანუ რაც ყველაფერი ზომიერად არის, ყველაფერი სასარგებლოა. ყველა ბავშვი ჯანმრთელობის კვირეული. ჯანმრთელობა მჭირდება სიცოცხლისთვის. ყველა ბავშვი უნდა იყოს ჯანმრთელი. გაგახსენებთ, რომ დღეს არის ორშაბათი და ის ორშაბათი, როდესაც ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კვირეული იწყება და ჩვენ შევთანხმდით, რომ ამ კანონზომიერებას, რომელიც კვირეულის ფარგლებში თემატურად არის განსაზღვრული, გარკვეულწილად გავითვალისწინებთ ჩვენ საუბრებში. მაგრამ სწორედ თემატურად მნიშვნელოვანი იქნება ის კომპონენტი, რომელზედაც ახლა მინდა გესაუბროთ. დღეს როგორც შევთანხმდით, ორშაბათს განსაკუთრებული ზრუნვით ვისაუბრეთ ადამიანის გონიერებაზე, ადამიანის განვითარებაზე, გონებრივ განვითარებაზე და ეს ნებისმიერ ასაკში მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პასუხისმგებლობით გავიაროთ ეს ეტაპი ბავშვის ზრდა განვითარების ფაზაში. ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის პერიოდში და ეს პასუხისმგებლობა რასაკვირველია, უფროსებმა უნდა გავიაზროთ, თუმცა, როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად, რას ამბობს მედიცინა უახლესი მონაცემების საფუძველზე, ყოველთვის ვითვალისწინებთ, არის კი სანდო ეს უახლესი მონაცემები. როგორ იყო ჩატარებული კვლევა? სად გამოქვეყნდა, ვინ გამოაქვეყნა, ვინ ჩაატარა, რა მეთოდები გამოიყენეს? ხომ არ იყო დაშვებული სამეცნიერო სპეკულაცია? ან ხომ არ იყო სასპონსორო პაკეტი გათვალისწინებული ისეთი, რომელმაც აცდუნა მეცნიერები და შედეგების გაყალბებისკენ უბიძგა? ყველა ეს ფაქტორი მოწმდება, ვიდრე ჩვენს რუბრიკას სამედიცინო სიახლის შემოგთავაზე. დიახ, ყოველ შემთხვევაში, ყველა სიახლის წარდგენის დროს ამ ფაქტორების გათვალისწინება არის აუცილებელი ჩვენს გადაცემაში და მხოლოდ ამის შემდეგ გიზიარებთ ხოლმე ინფორმაციას. დღევანდელი დღე არ იქნება გამონაკლისი და მორიგი სამედიცინო სიახლე ჩვენს გადაცემაში. სამედიცინო სიახლე, რომელიც დღეს მინდა გაგიზიაროთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი თავისი მასშტაბით და შედეგებით. ეს ინფორმაცია სულ რამდენიმე დღეა, რაც JAMA Network-მა გამოაქვეყნა და ეს არის ძალიან მაღალი სანდოობით, ძალიან მაღალ ავტორიტეტულ ჯგუფთან დაკავშირებული კვლევა, რომელიც ასევე ძალიან ავტორიტეტულ გამოცემაში მოხვდა. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს კვლევა და რატომ შეიძლება შეცვალოს მან წარმოდგენა კონკრეტულ მოვლენებთან დაკავშირებით? დავიწყებ იქიდან, რომ კვლევა ჩატარდა შვედეთში და ჩატარდა 2,5 მილიონ მონაწილეზე. წარმოგიდგენიათ, რა მასშტაბის არის ეს კვლევა და მონაცემები იყო შესწავლილი იმ ბავშვების შემთხვევაში, რომლებიც დაიბადნენ 1995 წლიდან 2019 წლამდე. და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ მონაცემთა შეფასება მიდიოდა თანმიმდევრულად და ამ ბავშვებზე ზედამხედველობა ტარდებოდა თანმიმდევრულად და ბოლო შემოწმება, რომელიც აღინუსხა კვლევაში, ჩატარდა 2021 წლის 31 დეკემბერს. ეს იმას ნიშნავს, რომ მონაცემები არის ჯამური 2022 წლამდე. შემდეგ გაანალიზდა ეს მონაცემი იმისათვის, რომ კითხვაზე გაეცა პასუხი. რა კითხვა იყო დასმული? კითხვა მდგომარეობს შემდეგში. ორსულობის დროს აცეტამინოფენის, ანუ პარაცეტამოლის გამოყენება ცვლის თუ არა ბავშვის ნეიროგანვითარებას. აქვს თუ არა გავლენა აუტიზმის განვითარების სიხშირეზე, ყურადღების კონცენტრაციისა და ჰიპერაქტივობის სინდრომის სიხშირეზე და ზოგადად ნეიროგანვითარების შეფერხებაზე. იყო მოსაზრება წინასწარი, რომ დიახ, ეს შეიძლება ასე იყოს და ამას წინ უძღოდა რამდენიმე კვლევას, რომელიც რაოდენობრივად რასაკვირველია იყო მცირე რიცხოვანი და ჰიპოთეზის დონეზე იყო ეს მოსაზრება გამოთქმული. თუმცა ჩემ მიერ მითითებული სამედიცინო სიახლე მდგომარეობს შემდეგში. სწორედ JAMA-ში გამოქვეყნებულ სტატიაში შვედმა მეცნიერებმა, რომელთაც კვლევა ჩაატარეს 2,5 მილიონ ბავშვზე და მათი მონაცემები გაანალიზეს, გამოაქვეყნეს დასკვნა,
მას შემდეგ, რაც ბავშვების მონაცემები შეადარეს დედმამიშვილების მონაცემებს, ანუ დეტალურად შეისწავლეს არა მარტო ცალკეული ბავშვის, არამედ მათი დედმამიშვილის და შესაბამისად მათი ოჯახური რისკების გავლენა ბავშვის ნეიროგანვითარებაზე მივიდნენ დასკვნამდე, რომ აცეტამილოფენი, ანუ პარაცეტამოლი არ ახდენს გავლენას აუტისტური სპექტრის აშლილობის სიხშირეზე, ჰიპერაქტივობისა და ყურადღების კონცენტრაციის სინდრომის სიხშირეზე და ნეიროგანვითარების სიხშირეზე, ანუ შეფერხების სიხშირეზე. ეს არის დასკვნა, რომელიც მეცნიერებმა გამოაქვეყნეს. ეს არ გახლავთ პირადად ჩემი მოსაზრება, ეს არის დასკვნა, რომელიც უკავშირდება კითხვას და კითხვაზე პასუხს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ასეთი მასშტაბური კვლევა ჩატარდა, როგორც გითხარით, 2,5 მილიონ ბავშვზე დაკვირვებით და როდესაც შეისწავლეს არა მარტო ამ ბავშვების ისტორია, არამედ შეისწავლეს მათი დედმამიშვილების და ოჯახური ისტორია და აღმოაჩინეს, რომ დიახ, პარაცეტამოლი ორსულობის დროს იყო გამოყენებული ამ ბავშვების შემთხვევაში, მაგრამ ეს პრეპარატი გამოყენებული იყო მრავალი სხვა ბავშვის შემთხვევაში, ვისაც მსგავსი პრობლემა არ ჰქონდათ და აქ გასათვალისწინებელი იყო სხვა ფაქტორების, რომელიც თან ახლდა მათი დედმამიშვილების და შესაბამისად ოჯახურ ისტორიას. აი, ასეთი დასკვნა გამოაქვეყნეს მეცნიერებმა და იქნება თუ არა ეს დასკვნა შემდგომი კვლევებით განმტკიცებული, ანუ არ ყოფილი, ამას მე გაგიზიარებ. თუმცა ამ მომენტისათვის ყველაზე ახალი მონაცემით, ყველაზე მასშტაბური მონაცემით, ეს არის ინფორმაცია, რომელიც სრულიად ახალია და ვფიქრობ, თქვენთვისაც ძალიან საინტერესოა. რატომ შეიძლება ეს იყოს მნიშვნელოვანი ჩვენთვის? ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უამრავი კითხვა ისმის, ბავშვებს შეიძლება გქონდეთ თუ არა მენტალური და ფსიქიკური პრობლემები. როგორ ფასდება ბავშვის გონებრივი განვითარება? სჭირდება თუ არა ბავშვს მედიკამენტები იმისათვის, რომ მისი ფსიქიკა იყოს წონასწარობაში? მაგალითად, აუტიზმის დროს უნდა დავალევინოთ თუ არა სპეციალურად წამლები ბავშვებს და ასე შემდეგ. აი ასეთი ტიპის კითხვებს სვამენ მშობლები, ასეთი ტიპის კითხვებით მოგვართავენ ოჯახები და ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დღეს, როდესაც სწორედ კვირეულის ფარგლებში გონიერი ორშაბათი დადგა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვაქვს შესაბამისი დრო ამ კითხვებს უპასუხოთ. ამიტომ სტუდიაში შემოგვერდება ჩვენი გადაცემის დიდი მეგობარი და გულშემატკივარი, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ, იგი გახლავთ ერთდროულად ბავშვთა ნევროლოგიც და ფსიქიატრით, მედიცინის დოქტორი ქალბატონი მედეა ზირაქაშვილი. მე და დილა მშვიდობისა, მობრძანდით. ჩვენ არაერთ საკითხზე გვისაუბრია ბავშვის ფსიქიკური, მენტალური ჯანმრთელობის ჭრილში, გვისაუბრია ბავშვების გონებრივი განვითარების კანონზომიერებებზე, გვისაუბრია დარღვევებზე, გვისაუბრია შეფერხებებზე, ამ შეფერხებათა დიაგნოსტიკაზე, გვისაუბრია ოჯახის როლზე, სპეციალური თერაპიების, ანუ სამკურნალო მიდგომების გამოყენებაზე და ასე შემდეგ. გვისაუბრია სხვადასხვა თარიღთან დაკავშირებით, როდესაც ცნობადობის ამაღლებას ვცდილობთ ხოლმე ამ პრობლემებზე საუბრით და ასე შემდეგ. თუმცა დღევანდელი ჩვენი შეხვედრა არის ძალიან განსხვავებული. ჯერ ერთი იმიტომ, რომ ამ თემას ეძღვნება, ამ კვირეულს ხსნით ჩვენი გონიერი დამოკიდებულების ხაზგასაცმელად. მეორე ის, რომ ეს არის კარიბჭე კიდევ უფრო საყურადღებო თარიღის, ხვალ არის ჩვილი ასაკის ბავშვების და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის საგანგებოდ გამოყოფილი დღე და რაც თავარია, ყველაზე მტკივნეული კითხვა მედიკამენტების თემა. როგორი უნდა იყოს ჩვენი დამოკიდებულება, როგორი დამოკიდებულება არის ბავშვისთვის უსაფრთხო, უკვე გრძელვადია პერსპექტივაში. მოდით დავიწყოთ ზოგადი ნაწილით, რამდენად მნიშვნელოვანია საერთოდ ამაზე რომ საუბრობთ. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის. ნამდვილად გავაგრძელებ ზუსტად ასე, რომ ხვალინდელი დღეც აბსოლუტურად თანხვედრაშია დღევანდელ დღესთან. ხვალ არის ზუსტად ჩვილების, ბავშვების და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე და ჩვენი ორგანიზაცია არის ამ ორგანიზაციის წარმომადგენელი საქართველოში, რომელიც აანონსებს ამ დღის აღნიშვნას და ჩვენ კიდევ უფრო ყურადღებით და კიდევ უფრო პასუხისმგებლობით ვეპყრობით ამ დღეს. თქვენ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილეთ ყურადღება, მარია. აი, თქვენ ახსენეთ, რომ მაგალითად ინტელექტუალური განვითარების დარღვევების შემთხვევაში რამდენად შეიძლება იყოს აუცილებლობა მედიკამენტის გამოყენების, მაშინ როდესაც
პარალელურად ძალიან ბევრი საშუალებები შეიძლება არსებობდეს, რომელთაც შეიძლება იგივე მდგომარეობას მივახციოთ. და ზოგადად მედიკამენტი არის თუ არა ის ჯადოსნური ჯოხი, რომლის მოლოდინები აქვს როგორც წესი მშობელს ხოლმე. ძალიან საინტერესოა, ალბათ ესეც არის იქიდან გამომდინარე, აი ეს დამოკიდებულება, რომ მშობელს ნამდვილად აქვს მოთხოვნილება იმისი, რომ ქრონიკული მდგომარეობები, რომელსაც ჩვენ განვიხილავთ ხოლმე და თქვენ ძირითადად ნეიროგანვითარებითი დარღვევები ახსენეთ, რომლებიც რა თქმა უნდა ქრონიკულობით გამოირჩევა, გაცილებით მარტივი იქნებოდა, რომ ძალიან ხანგრძლივი და მრავალწლიანი რეაბილიტაციის პროცესის მაგიერ ყოფილიყო ერთეული მედიკამენტი, რომელსაც მოკლე პერიოდით მივცემდით რეალურად ჩვენს ახალგაზრდებს და ამით ყველაფერი მოგვარდებოდა. ალბათ ამიტომაც არის ამაშიც მდგომარეობს ის, რომ დღეისათვის ძალიან ბევრი არასასურველი, ასე ვთქვათ, აზრი არსებობს ამ მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით. თქვენ ასევე ახსენეთ მაგალითად, რომ რამდენად ეს მედიკამენტი შეიძლება იყოს ეფექტური საბოლოო ჯამში, თუ რეალურად უფრო მეტად გადაწონის ის რეაბილიტაციური ღონისძიებები, რომელსაც ჩვენ გეგმავთ. აუცილებლად უნდა შევახსენოთ ჩვენ მოსახლეობას, რომ რითი ხელმძღვანელობთ ზოგადად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები, ხო? აი, მაგალითად, ერთ-ერთი მაგალითი იყო ის კვლევა, რომელიც თქვენ მოიყვანეთ. ჩვენ ხელმძღვანელობთ ძირითადად მასებზე, ძალიან დიდი რაოდენობით პოპულაციაზე ჩატარებული კვლევებით და იქიდან მიღებული მონაცემებით ვავრცელებთ და ვიღებთ პასუხისმგებლობას გარკვეული საკითხებზე ინფორმაციის გავრცელებით. აუცილებლად მინდა ხაზი გავუსვა, რომ დღესდღეობით არსებული გაიდლაინებით, პროტოკოლებით და კვლევებზე დაფუძნებული, ვთქვათ, ინფორმაციით, მედიკამენტი, რომელიც ჩაანაცვლებს ან მინიმუმ საპირწონედ გამოიყენება რეაბილიტაციის პროცესის, პრაქტიკულად ნეიროგანვითარებითი დარღვევების დროს არ არსებობს. ხაზგასმით არის მოლოდინის მიუხედავად. იცით, აი ძალიან კარგი კომენტარი არის ეს, იმიტომ რომ ძალიან ხშირად მშობლები ფორუმებზე წერენ ხოლმე, რომ რატო გვართმევთ უკანასკნელ იმედს მედიკამენტის გამოყენებასთან დაკავშირებით. თუ არა ავნებს და სასიკვდილო არ არის, ხო შეიძლება რომ ჩვენ რაღაცა გარკვეული იმედი გვქონდეს. რა თქმა უნდა, ეს სრულად ლოგიკურია, იმიტომ რომ მშობელი ყველა შესაძლებლობაზე ფიქრობს, ყველა შესაძლებლობის გამოყენებას ცდილობს, იმიტომ რომ გადაჭრას პრობლემა. ეხლა ჩვენ მშობლები ვართ და გვესმის ძალიან კარგად, მაგრამ მეორე მხრივ არსებობს ფაქტები და რა არის ფაქტები მე და დიახ, რა თქმა უნდა რისკები ვთქვათ, ხო, რომელიც ამ ადამიანების ჯანმრთელობას და გრძელვადიან პერსპექტივას უკავშირდება. აუცილებლად უნდა შევახსენოთ მოსახლეობას, რომ რას ემსახურება მედიკამენტის გამოყენება, ხო? ანუ მედიკამენტს რამოდენიმე ძირითადი მიმართულება და დანიშნულება აქვს. ანუ ის უნდა ემსახურებოდეს ან ეტიოლოგიური აგენტის, ვთქვათ, განადგურებას, რომელიც იწვევს აღნიშნულ დაავადებას, ან პრევენციული ღონისძიებას უნდა ქონდეს, ან ტკივილგამაყუჩებელი საშუალება უნდა იყოს, ვთქვათ, ან მინიმუმ სიცოცხლის ხარისხს აუმჯობესებდეს, ვთქვათ, ხო? თუმცა აუცილებელია განვიხილოთ მოკლევადიანი და გრძელვადიანი მიზნები, ვთქვათ, ხო? რა უმჯობესია მიიღოს მედიკამენტი პაციენტმა, რომელიც იმ კონკრეტულ სიტუაციაში ძალიან ეფექტურად იმოქმედებს, მაგრამ გავიდეს ხანი და მივიღოთ აბსოლუტურად არასასურველი შედეგები. თუ რას გულისხმობ, აუცილებლად უნდა დავაკონკრეტოთ. აი მაგალითად ითვლება, რომ ნეიროგანვითარებითი დარღვევებზე ძალიან აქტიურად გამოიყენებენ ანტიფსიქოტური რეგისტრის მედიკამენტებს, რომელიც ეხმარება მშობელს იმაში, რომ ბავშვი შედარებით დამშვიდდეს, თითქოს ყურადღების კონცენტრირება უკეთესი იყოს და რეალურად მშობელი გეუბნება, რომ მას ბევრი საქმიანობის პარალელურად ძალიან უჭირს ყურადღების მიქცევა ბავშვზე, რომელსაც ერთი წამით ვერ დატოვებ უყურადღებოდ. ნახეთ, რა შეა საქმე. ნამდვილად არსებობს ანტიფსიქოტური რეგისტრის მედიკამენტები, ჩვენ ვიცით, რომ მათი ჩვენება არის რეალურად ჰიპერაქტიულობის შემცირება, აგრესიულობის შემცირება და ასეთ შემთხვევაში ჩვენ არ ვუარყოფთ ამ მედიკამენტების, ვთქვათ, დადებით ეფექტს, მაგრამ ჩვენ თუ დავიწყებთ ამ მედიკამენტების გამოყენებას შედარებით პატარა ასაკში, მაშინ როდესაც ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია, ვთქვათ, ქცევითი ტექნიკებით, ჩვენი სწორი დამოკიდებულებით, ბავშვის სხვადასხვა აქტივობებზე გადართვით, ვთქვათ, მისი ქცევის მართვა, ჩვენი მისი აგრესიული ქცევების ან მოთხოვნილებების უპირობო დაკმაყოფილება, რომლის შესაძლებლობა ნამდვილად გვაქვს,
პატარა ასაკში ამის უზრუნველყოფა შედარებით დასულ და მოგვიანებით ასაკში პრაქტიკულად აღარ შეგვიძლია და გეტყვით ასევე რატომ. იმიტომ რომ ნეიროგანვითარების დარღვევები ჩვენ ძალიან ხშირად ვიცით რომ ახასიათებს სხვადასხვა განვითარების დარღვევები, როგორიც არის ენის განვითარების სირთულე და ჩვენ ვიცით რომ ენობრივი და ვერბალური კომუნიკაცია ეს არის ის გზა რომლითაც ჩვენ ვეკონტაქტებით გარემოს, თქვათ, როდესაც ჩვენი სურვილები გაჟღერებულია, შესაბამისად ჩვენი უკმაყოფილება გარემოს მიმართ შედარებით ესეთია, ხო, დაბალია, ვთქვათ. მაშინ, როდესაც ასაკის მატებასთან ერთად და ჩვენ გვაქვს ძალიან ბევრი ისეთი შემთხვევა, როდესაც ამ ბავშვების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის ვერბალური კომუნიკაციური დეფიციტი, ვთქვათ, ერთადერთი გზა მათი გარემოსთან კომუნიკაციის გახლავთ გარკვეულწილად აგრესიული ქცევები, რომლის დაქვეითება ჩვენ მედიკამენტის გარეშე პრაქტიკულად აღარ შეგვიძლია, ვთქვათ, ხო? იმიტომ რომ წონაში ისინი დიდები არიან, ჩვენზე ბევრად ფიზიკურად გაზრდილები არიან და ასეთ შემთხვევაში, როდესაც ნამდვილად დგება სასიცოცხლოდ ჩვენების საკითხი, ვთქვათ, მედიკამენტთან დაკავშირებით, მედიკამენტი პრაქტიკულად აღარ მუშაობს. ჩვენ ვიცით, რომ მედიკამენტს აქვს თავისი ფიქსირებული დოზა, იწვევს ძალიან ბევრ გვერდით ეფექტებს, მედიკამენტის დოზის უზომოდ გააზრდა პრაქტიკულად არ შეგვიძლია და ბავშვს სწირავთ ინსტიტუციისთვის, თქვათ, ხო? ასეთ შემთხვევაში ჩვენ ბერკეტი აღარ გვაქვს ბავშვის ქცევის სამართავად და პატარა ასაკში გამოყენებული აბსოლუტურად ფუჭად მედიკამენტი, რომელიც ეს დაკარგული რესურსი. აბსოლუტურად, რომელსაც სასიცოცხლო ჩვენება აქვს დასრულობის ასაკში. და რეალურად არაგონივრულად გახარჯული ეს რესურსი. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი ახსენეთ თქვენ, როდესაც ბრძანეთ, რომ ესა თუ ის გადაწყვეტილება ნებისმიერ შემთხვევაში მედიცინაში ეფუძნება ძალიან ბევრი მონაცემის ერთდროულად შეჯერებას. მაგალითად, მედიკამენტების შემთხვევაში მილიონობით ადამიანზე ჩატარებულ, ასე ვთქვათ, კვლევას, ოღონდ ამ შემთხვევაში ჩატარებულ კვლევას არ ვიტყოდით, მილიონობით ადამიანის მონაწილეობით მიმდინარე კვლევას, როდესაც შედეგები განზოგადდება. როდესაც სვამენ ხოლმე კითხვას, კი, მაგრამ ასეთი კვლევა ჩვენთან ხომ არ ჩატარებულა, არც ეს მედიკამენტებია, ვთქვათ, ჩვენ მიერ უშუალოდ დამზადებული და ეს კვლევებიც, როგორც წესი, ჩვენაირი პატარა ქვეყნებისთვის ცოტა უხერხულია ასეთ მასშტაბებზე ლაპარაკი. ძირითადად ასეთ კვლევებს ატარებს დიდი ქვეყნები და გარკვეული ეკონომიკური სიმსუყითაც, იმიტომ რომ ძალიან მასშტაბური კვლევები ეს ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი ადამიანის ჩართულობა, შემდეგ ამ მონაცემების დამუშავება საჭირო. თუმცა აი ამ შედეგების გამოყენება ჩვენ შეგვიძლია და არ არის საჭირო მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც ინფორმაცია არ ვიცით, მაგალითად მედიკამენტებთან დაკავშირებით ჯერჯერობით შეიძლება არ ვიცოდეთ ის რაზედაც თქვენ საუბრობდით, რომ რესურსი ფუჭად გაიხარჯება. რა თქმა უნდა, დღეს ახლა რომ გავიგე მე როგორც მშობელმა, რომ ასეთი საშუალება არის, მე მაქვს დაუყოვნებელი სურვილი, რომ ეს გამოვიყენო ჩემი შვილებისთვის. არადა თუ ამის საჭიროება არსებობს. არადა თქვენი ინფორმაცია სწორედ ამას ემსახურება, რომ გარკვეული თანმიმდევრულობა ჩვენს ქმედებაში შევინარჩუნოთ, სწორედ ბავშვის ინტერესიდან გამომდინარე. საუბარი გავაგრძელოთ ჩვენი ვიდეო რჩევის შემდეგ, რომელიც მედიკამენტების სწორად გამოყენებას უკავშირდება. მედიკამენტების უსაფრთხო მოხმარებისთვის. ნებისმიერი წამლის მიღებამდე ყოველთვის საიკითხეთ ინსტრუქცია. კაცრად დაიცავით დოზა და ინტერვალი წამლის მიღებებს შორის. აუცილებლად გაითვალისწინეთ წამლის მიღების კავშირი კვებასთან. თუ რამდენიმე პრეპარატს ერთდროულად იღებთ, ამის შესახებ უთხარით ექიმს იმისთვის, რომ თავიდან აიცილოთ მედიკამენტების სახიფათო ურთიერთქმედება. სიფრთხილით გამოიყენეთ პოლივიტამინები. სიცხის დამწევად არასოდეს გამოიყენოთ ანტიბიოტიკები. არასოდეს გამოიყენოთ გაციების საწინააღმდეგო რამდენიმე საშუალება ერთდროულად. გახსოვდეთ, მათ შემადგენლობაში უხშირესად ერთი და იგივე მოქმედი ნივთიერებაა და მოსალოდნელია დოზის გადაჭარბება. მამაკაცების საყურადღებოდ, თუ გადაწყვიტეთ გაციების არყით მკურნალობა, გაითვალისწინეთ
გაქციების საწინააღმდეგო საშუალებები და ალკოჰოლი სახიფათო კომბინაციაა. ძვირფასო მშობლებო, თამამად მისცემთ ბავშვებს ტკივილ დამაყუჩებელ საშუალებებს, ვიდრე არ დაადგენთ ტკივილის მიზეზს. მით უფრო რომ ზოგჯერ ბავშვი ჭირვეულობით თქვენი ყურადღების მიპყრობას ცდილობს. ხანდაზმულებში ტკივილ დამაყუჩებლების ხშირი გამოყენება შეიძლება გახდეს თირკმლის უკმარისობის მიზეზი. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდებთ დაავადებათა თავიდანაცილება შესაძლებელია სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თამბაქოზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი, პირადი ექიმის რჩევით. ვაგრძელებთ საუბარს და დღეს ჩვენ სარგებლობთ იმით, რომ ჩვენს გადაცემაში გაიხსნა ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კვირეული. სარგებლობთ იმითაც, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი არის ბავშვთა ნევროლოგიც და ფსიქიატრიც ერთდროულად. სარგებლობთ იმით, რომ ხვალ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი თარიღია ჩვილთა, ბავშვთა და მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობის დღე და ვსაუბრობთ იმ შესაძლებლობაზე, რასაც ქვია გარკვეული სირთულეების, ფსიქიკური, მენტალური, ნეიროგანვითარების სირთულეების მართვა ბავშვებში, როგორ შეიძლება მედიკამენტურად თუ მედიკამენტების გარეშე. როგორც წესი, ეს არის ის სადავო საკითხი, რომელიც ყველა დროში ასე იყო. ყოველ შემთხვევაში ბოლო 10 წლეულების მანძილზე ასეა და ეს არ არის პასუხგაცემული ცალსახად. მით უფრო რომ თქვენ მიერ ნათქვამი ყოველი წინადადება კიდევ უფრო დამაფიქრებელია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც იფიქრებს მედიკამენტების გამოყენებაზე. მოდით დაუბრუნდეთ იმ საკითხს, რომელიც თქვენ როგორც ყველაზე მნიშვნელოვანი ისე გამოყავით. სწორად გამოვიყენოთ მედიკამენტების რესურსები. სწორად, სწორ დროს, სწორი დანიშნულებით გამოვიყენოთ ეს მედიკამენტები და მაგალითად ადრეულ ასაკში, როდესაც შეგვიძლია მედიკამენტების გარეშეც გარკვეული მეთოდებით, მკურნალობის ან სამკურნალო მიდგომებით, ეგრეთ წოდებული თერაპიებით გამოვასწოროთ მდგომარეობა, გამოვიყენოთ ეს რესურსი, ვიდრე მივალთ კონკრეტულ ზღვართან. როდესაც ჩვენ საუბრობთ ურთიერთშეხამებაზე, სხვადასხვა მეთოდისა, მშობელთა გარკვეულმა ნაწილმა, ვისაც სწორედ მედიკამენტის გამოყენებაში აქვს, ყოველ შემთხვევაში ხედავს თავის არჩევანს და თავისი შვილისთვის გამოსავალს. შეიძლება გაუჩნდეს ასეთი კითხვა, განა არ შეიძლება სხვადასხვა თერაპიის მედიკამენტთან ურთიერთშეხამება. მედიკამენტი განა გამორიცხავს სხვა თერაპიის გამოყენებას, მაგალითად ბავშვს, როდესაც აქვს აუტისტური სპექტრის აშლილობა, ყურადღების კონცენტრაციის დეფიციტი და ჰიპერაქტიობის სინდრომი. განა არ შეიძლება ყველა მეთოდი ერთდროულად იყოს გამოყენებული. ძალიან კარგი შეკითხვაა, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს მდგომარეობები, რომლის დროსაც ორივე მეთოდს აბსოლუტურად ერთნაირი სიმძლავრით ვიყენებთ და ნამდვილად ასეთი გახავთ მაგალითად იგივე შფოთვითი აშლილობები, რომლის დროსაც ჩვენ როგორც კოგნიტურ-ბიჰევიორალური თერაპია, ასევე უფრო მოგვიანებით თინეიჯერობაში ვთქვათ ანტიდეპრესანტების გამოყენება გვიწევს და ეს აბსოლუტურად გაიდლაინებით გათვალისწინებული ვთქვათ თერაპიული მიდგომა არის. ჩვენ გვაქვს მდგომარეობები, როდესაც მაგალითად იგივე გუნება-განწყობის საშუალებების დროს, დეპრესიის დროსაც ჩვენ მძიმე დეპრესიული გამოვლინებების დროს აბსოლუტურად ვიყენებთ, თქვათ, მედიკამენტების და იგივე ფსიქოთერაპიის ერთიან მიდგომებს. ჩვენ გვაქვს შემთხვევები იგივე ნეიროგანვითარებით დარღვევებში, ან იგივე პატარა ასაკის ბავშვებში, როდესაც ძირითად გამოვლინებასთან ერთად გვაქვს კომორბიდული, თანმხლები, ვთქვათ, გარკვეული მდგომარეობები და დაავადებები, რომლის დროსაც მედიკამენტის გარეშე პრაქტიკულად ფონს ვერ გავდივართ. აი მაგალითად ჩვენ აუტიზმით დავიწყეთ საუბარი და აქვე ვიტყვი, რომ თუ გვაქვს ძილის მკვეთრი დარღვევები, იგივე ქცევის დარღვევები, იგივე კუჭნაწლავის ტრაქტის პრობლემები, ვთქვათ, ხო, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში ჩვენ პარალელურ რეჟიმში ვიყენებთ მედიკამენტებს. აქ საუბარი არის აუცილებლად იმაზე, რომ რა ტიპის მედიკამენტებზეა საუბარი. რამდენად ამ მედიკამენტებს ისე ვამბობ, აქვს მტკიცებულება ეფექტურობის, როგორც ასეთი, ეფექტიანობის მტკიცებულება, იმიტომ რომ აი იგივე ძალიან ხშირად ჩვენს ძველ პერიოდში აქტიურად გამოიყენებოდა ჩვენ სტუდენტები ვიყავით, მაგალითად ტვინის მკლებავები, ხო, ესეთი პოპულარული ტერმინია და მე რომელიც სრულიად დაუსაბუთებელი აღმოჩნდა. ნამდვილად და აღმოჩნდა, რომ არანაირი ეფექტი მას არ აქვს პირიქით, თქვათ, იწვევს გაზარმაცებას
განვითარებას გარკვეული უბნების, იმიტომ რომ პრაქტიკულად ხელს უშლის იმ ნივთიერებების გამომუშავებას, რომელიც ისედაც თქვათ მუშავდება თავის ტვინში. შოთაშორის ეგ თემა ახლა ძალიან პოპულარულია, იმიტომ რომ ბავშვს ჭირდება ტვინის მკვლევარი, იმიტომ რომ კარგად იმეცადინოს, კარგად განვითარდეს, აითვისოს. ახლაც არის ეს გამოთქმა ძალიან პოპულარული და ამ მედიკამენტებისადმი ლტოლვა ტვინის მკვლევარების. ნამდვილად და აუცილებლად ძალიან ბევრ ხარჯს გასწევენ ხოლმე მშობლები, ძალიან ბევრი ფინანსები იკარგება იმაზე, რაც აბსოლუტურად არაეფექტურია და იცით, აი, სულ ვამბობ ხოლმე, რომ აიღოს ანოტაცია მშობელმა და ჩაიკითხოს ნახავთ, რომ იქ არის საუბარი მაგალითად ცხოველების, იგივე თორცლები ღორის, ხბოს, თავის ტვინიდან აღებულ მზაპეპტიდებზე, რომლის შეშხაპუნება ძალიან მარტივად, მაგალითად კუნთში ალბათ ლოგიკურად რომ ვიმსჯელოთ, ვერანაირ ბენეფიტს ვერ მოუტანს ასეთ შემთხვევაში პაციენტებს. მაგრამ მარტივად ჩვენ თუ ავიღებთ რეაბილიტაციის პროცესს და დავიწყებთ ძალიან აქტიურად მუშაობას, ვთქვათ, ახალი უნარების გამომუშავებაზე, ჩვენ ვიცით, როგორ შეგვიძლია ვიყოთ უკეთესად განათლებულები, შეგვიძლია მივიღოთ მეტი ინფორმაცია, მხოლოდ ერთადერთი გზით, ხო, აქტიური შრომით საკუთარ შესაძლებლობებზე, ვთქვათ. ამიტომ ვფიქრობ, რომ თუ მინიმუმ გარდა მექანიკურად მედიკამენტის მოთხოვნისა ან დანიშვნისა, ოდნავ მაინც დავფიქრდებით თუ რას ემსახურება მედიკამენტის მიღება, ამას ნამდვილად სამედიცინო განათლება არ სჭირდება, რომ ჩვენ მივიღოთ ინფორმაცია ამ ყველაფერზე. ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი შეეხეთ მე და როდესაც ახსენეთ ტვინის მკვლევარები თუ თანმიმდევრული წვრთნა ტვინისა. დასაკვირველია, ეს უკანასკნელი მოითხოვს ძალიან დიდ შრომას, რომელიც ერთ დღეში არც იწყება და არც სრულდება. და როდესაც ბავშვის ტვინის წვრთნაზე ვსაუბრობთ, ეს არის ბევრი ადამიანის თანამონაწილეობით მიმდინარე პროცესი, რომელიც წლები გრძელდება და მხოლოდ წლების შემდეგ ვიღებთ შედეგს. მაშინ, როდესაც მოლოდინი იმისა, რომ ძალიან სწრაფად დავაპუროთ ჩვენი ტვინი და საზრდო ვიპოვოთ ტვინისთვის, არა მეცადინეობის, არა დასწავლის, არა წვრთნის ხარჯზე საზრდო, არამედ კონკრეტული საშუალებების ხარჯზე, ალბათ გასაგებიც არის, რატომ აკეთებს ძალიან ბევრი არჩევან სწორედ ეგრეთ წოდებული ტვინის მკვლევარების სასარგებლოდ, იმიტომ რომ მიუხედავად მტკიცებულებებისა, მიუხედავად ამაზე მსჯელობისა და ჩვენს გადაცემაში ხშირად ვსაუბრობთ, საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის მაინც საცდურია, სად ჟღერადობა ტვინის მკვლევარი, როგორ დამაჯერებლად ჟღერს და სად მეცადინეობა, მუშაობა, შრომა, რომელიც გარკვეულწილად ხანგრძლივ ძალისხმევას და მონდომებას მოითხოვს. ჩვენ გვაქვს ერთი სიუჟეტი, რომელიც რასაკვირველია, ერთი მხრივ გააგრძელებს პირადი ისტორიების ციკლს და გააგრძელებს იმ დამოკიდებულებას, რომელიც არის ზოგადად გადაცემაში. თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის განსაკუთრებული და თითოეულ ადამიანს საკუთარი მაგალითით შეიძლება სხვა ადამიანებისათვის мотиваციის შექმნა. მაგრამ ეს ისტორია არის გამორჩეული, იმიტომ რომ ეს არის უნიკალური შემთხვევა. ეს არის ჯერჯერობით საქართველოში ერთადერთი ასეთი შემთხვევა და შესაბამისად ერთადერთი ასეთი ისტორია, რომელიც პირველად სწორედ ტელესივრცეში ჩვენი გადაცემის ეთერიდან მოხდება. ქრისტი შანავა ეს განსაკუთრებულ გოგონაზე კი ამბობთ. რამ ჩემ ცხოვრებაში ყველაზე მეტად რაც შეცვალა არის ის, რომ ძალიან ბევრ რაღაცაზე აღარ ვნერვიულობ, რაზეც ადრე ვნერვიულობდი და ვდარდობდი. ძალიან ბევრი რამე გაუფასურდა იქიდან გამომდინარე, რომ თურმე რა შეიძლება მოხდეს შენ ცხოვრებაში და რამდენად ისეთი ძიმედ სანერვიულო რაღაცები შეიძლება შეგვხვდეს, კი რამ ეხლა ხო ბევრად გაამარტივა მე მგონი ის საკითხი, რომ მე აღარ ისეთ რაღაცებზე არ ვნერვიულობ, რასაც არ უნდა ვინერვიულო.
კირა არის 5 წლის, ცხოვრობთ თბილისში. კირას დიაგნოზი არის DNM1 გენის მუტაცია. კირა ამ დიაგნოზით ერთადერთი ბავშვია საქართველოში. საქართველოში კი, როგორც ვიცი, ერთადერთი ბავშვი. 3 თვიდან დაეწყო კირას ეპილეფსიური გულყრები და მას შემდეგ ფაქტიურად განვითარების ძალიან ისეთი მყისიერი შეფერხება. რთული იყო, მაგრამ ამასთან ერთად ცხოვრება გიწევს და თავიდანვე რაღაცნაირად არ ვიცი, ალბათ ეს რაღაც უეცარმა ამ შოკმა მოახდინა, მაგრამ მივიღე ის, რომ ეს ჩემი ცხოვრებაა და უნდა მივხედო ბოლომდე. და დღემდე ესე ვარ, მაქსიმალურად ჩართული ვარ კირას ყველა რაღაც იმისგან გამომდინარე, სულ სიურპრიზებით სავსე არის მისი ეს დაავადება. მუდმივად ვცდილობ, რომ რაღაც არ მივცე ჩემ თავს საშუალება, რომ ან დეპრესიაში ჩავარდე, ან მოვდუნდე, ან რაღაც გამომრჩეს და რა ვიცი, ესე ცხოვრობთ. კირა არის ძალიან მხიარული და ძალიან ისეთი დიდი უმორის გრძნობა აქვს. ზოგადად ერთხელ ვინც ნახავს ამ პირველად ვინც ნახულობს შეიძლება იფიქროს რომ მე არაფერს არ აკეთებს, ანუ რეალურად ძალიან ბევრ ამის აკეთებს. და ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის და სულ ვამბობ ხოლმე რომ საოცარი ბავშვია, იმიტომ რომ თვითონ მეხმარება ყველაფერში. არ ვიცი ეს საიდან გამოწვეული არანაირად ხვდება, არანაირად იაზრებს ამ ყველაფერს, მაგრამ თვითონ მეხმარება თითოეულ საკითხში. თვლი რომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩვენ შვილებს ჩვენით მოვუძებნოთ ის რაც მათთვის არის აუცილებელი. რატომ ვამბობ ამას? იმიტომ რომ მაგალითად კირასთვის ზედმეტი რეაბილიტაცია გამოწვევი იყო გულყრების. შესაბამისად ვცდილობ რომ მოვუსმინო კირას, რა მოსწონს, რა არ მოსწონს და ზოგადად მივესალმები რეაბილიტაციის ინფორმასაც, როცა ბავშვი სიამოვნებას იღებს და არ იტანჯება. შენ ხარ მთავარი შენ შულთან და შენ უნდა იყო მისი, ესე რომ ვთქვათ, გამოჯანმრთელების თუ გამოჯანსაღების საწყისი, იმიტომ რომ ვერავინ ისე ვერ გაიგებს, როგორც დედა იგებს რეალურად. და მაქსიმალურად ჩართულები უნდა იყვნენ ორივე მშობელი. მე ვურჩევდი ორივე მშობელს, რომ მესმის რთულია, შეიძლება რაღაც მამაკაცებს უფრო უჭირთ, იმიტომ რომ დედური ინსტინქტები მაინც სხვა საკითხია, მაგრამ ამ ბავშვებთან ურთიერთობაზე სასიამოვნო არაფერი არ არის საერთოდ და თქვენ თვითონაც აი თუ რაღაც ურთიერთობა და კომუნიკაცია ჩამოაყალიბეთ, ამაზე მაგარი განტვირთვის პროცესი არ არსებობს, ვიდრე თქვენ შვილებთან ურთიერთობა და ამას ურჩევდი როგორც დედებს, ისე მამებს. ისეთ ბავშვებს, რომლებსაც განსაკუთრებული მკურნალობა ჭირდებათ და შეიძლება თვიდან თვემდე კვლევების ძალიან დიდი ოდენობით ლარის დახარჯვა გვიწევდეს მათ კვლევებში. მაგალითად, კირას MRT-ზე დამიფინანსეს 60 თუ 60%, ანუ უბრალოდ მსგავს ბავშვებს, რომელსაც ყველაზე მეტად ჭირდებათ ექიმთან ვიზიტები და სხვადასხვა კვლევები. როგორ შეიძლება რომ არ გქონდეთ 100%-იანი სადაზღვეო პოლისი? არ მესმის. მე არ მჭირდება 100%-იანი სადაზღვეო პოლისი, ჩემ შვილს ჭირდება დაზღვევა. ზოგადად ჩვენაირ მშობლებს ჭირდება ძალიან დიდი გვერდში დგომა, არა მარტო ოჯახის წევრების, ზოგადად ყველასი და რა ვიცი, ყველა უწყება, რომელიც შეიძლება რაღაც დონეზე ამ კუთხით ჩართული იყოს, მაქსიმალურად გვჭირდება გვერდში დგომა. ფსიქოლოგებს და ასე შემდეგ, რაც შეეხება ძალიან ბევრი პრობლემები შეგვექმნა თუნდაც ოჯახის წევრებს, ფსიქოლოგიური დამძიმებული გქონდა ყველანაირად. მე ძალიან რთული აკონტროლო ასე დროს ბავშვის დაავადება, როცა შენ თვითონ ხარ ცუდად. და
მეც ვთვლი, რომ მშობლებს იმაზე მეტი დახმარება ჭირდებათ, ვიდრე ბავშვებს, იმიტომ რომ თუ მშობელი არ არის ელემენტარული, პროდუქტიული, ფსიქოლოგიურად გაწონასწორებული, ძალიან რთულია მერე იმ წინააღმდეგობებს გაუმკლავდეს, რომელიც ქრონიკულ დაავადებებს ახასიათებს. თუნდაც მაგალითად შემიძლია მოვიყვანო, ძალიან ხშირად გვიდგება მედიკამენტის პრობლემა. ძალიან ხშირად არის ხელოვნურ თუ არახელოვნურ დეფიციტში ის მედიკამენტები, რომლებიც ჩვენი შვილებისთვის არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ერთმა ჩავარდნილმა დოზამ შეიძლება ძალიან რთულ შედეგებამდე მიგვიყვანოს. მის მიუხედავად, რომ ყველანი გვერდში მედგნენ, მე ვთვლი, რომ ეს ძალა საკუთარ თავში მე თვითონ ვიპოვნა. იმიტომ რომ გავიაზრე და გავითავისე ის, რომ ის არის ჩემი შვილი და მას სჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა. და აბსოლუტურად ჩვეულებრივად მივიღეთ და დღემდე ჩვეულებრივად მაქვს მიღებული ის, რომ კირა არის განსაკუთრებული. იმიტომ რომ ჩემთვის ჩემი შვილია და დამთავრდა მან ყველაფერი მთავრდება და სრულდება, ასე რომ ბევრად მარტივია, როცა ასე მიიღებ, ბევრად მარტივია მშობლისთვის შემდგომი რაღაცეების გაკეთება, რაც ჭირდება ბავშვს. ძალიან ძნელად წარმოსადგენია რამდენი დედის და რამდენი მშობლის სათქმელი თქვა ამ გოგონამ. როდესაც უსმენ ასეთ ახალგაზრდა დედას და რამდენად გამოსცადა ცხოვრებამ და საკუთარმა გამოცდამ როგორ გაზარდა ერთბაშად, როგორი სწორია მისი დამოკიდებულება, როგორი საღია მისი დამოკიდებულება, მე ვფიქრობ ამის განზოგადება შეიძლება ზოგადად როგორი უნდა იყოს უფროსების დამოკიდებულება შვილების მიმართ და რამდენად მნიშვნელოვანია სწორედ მათი საჭიროებებიდან გამომდინარე საკუთარი ცხოვრების განსაზღვრა ან საკუთარი ცხოვრების და შვილის ცხოვრების ურთიერთშეხამება. ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოების სიმწიფე და საზოგადოების მხარდაჭერა და თქვენ თავად დარწმუნდით. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ფრაზა ეს მე კი არ მჭირდება, ჩემ შვილს სჭირდება. დიახ, ასე ამბობენ მშობლები, ასე ამბობენ დედები, ასე ამბობენ მამები და ზოგადად ადამიანები, რომლებიც ბავშვებზე და შვილებზე ზრუნავენ. და თუ ჩვენ ამ თემას გავაგრძელებთ და აუცილებლად გავაგრძელებთ, ეს თვითონ საუბარი იყო ისეთი, ფრაზები იყო ისეთი, რომ კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით გვაფიქრებინებს, გვჭირდება თუ არა დღეს ვისაუბროთ გონიერ ორშაბათზე და გვჭირდება თუ არა ამ დღისთვის დამახასიათებელ ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე ვისაუბროთ. არის თუ არა ეს ბავშვის ცხოვრების ხარისხის გამსაზღვრელი. არა მარტო იმის განსაზღვრელი, როგორი ტვინი აქვს, როგორი მახსოვრებს, როგორ სწავლობს, არამედ ახდენს თუ არა გავლენას იმაზე, როგორი ადამიანია, როგორ იმკვიდრებს ადგილს საზოგადოებაში. და ასეთ შემთხვევაში რამდენად შეგვიძლია ჩვენ ამას შევუწყოთ ხელი და რამდენად დამოკიდებულია საერთოდ ეს ჩვენზე. შემიძლია რომ რამოდენიმე სიტყვით მეც გამოვეხმაურო მას რაც ვნახეთ ამდენი სწორი აქცენტი და ნამდვილად შემიძლია ვთქვა რომ ასეთ მშობლებზე დგას შემდეგ ის ადვოკატირება ვთქვათ ამ ბავშვების რომლითაც ისინი ძალიან აწუხებენ სახელმწიფოს და ითხოვენ იმას რაც ნამდვილად მათ შვილებს ჭირდებათ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ფრაზა იყო აქ გაჟღერებული რომ ანუ მოусმინოთ საკუთარ შვილებს ხო მათ შორის რეაბილიტაციის საკუთარი შვილების საჭიროებები და სხვადასხვა აი ამ დღის ერთ-ერთი სლოგანი სწორედ ეს არის რომ ბავშვების სიტყვებით რეალურად ავაგოთ ხიდები მათი უკეთესი ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის. თქვენ სოციალურ-ემოციურ განვითარებას შეეხეთ და რა თქმა უნდა სოციალურ-ემოციური განვითარება არის ნაწილი ფსიქიკური ჯანმრთელობის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სფეროა ფსიქიკურ ჯანმრთელობაში და თუ ჩვენ ძირითად აქცენტებს მიმართავთ იქით რომ ბავშვს კიდევ უფრო კარგად გავაგებინოთ საკუთარი ძლიერი და სუსტი მხარეები ვთქვათ ხო საკუთარ სუსტ მხარეებზე დაყრდნობით კიდევ უფრო უკეთესად ვასწავლოთ თქვათ
გამკლავების გზები და რაღაცნაირად ბერკეტები გაუჩინოთ სირთულეების გადალახვის, თქვათ, ხო? გარდა ამისა, თქვათ, მივცეთ ძალა იმისი, რომ საკუთარ შეცდომებზე, საკუთარ სისუსტეებზე გათვალისწინებით, თქვათ, ჩამოუყალიბოთ ძლიერი შესაძლებლობები იმისი, რომ მათ აწარმოონ ადეკვატური სოციალური ურთიერთობები გარემოსთან, მართონ საკუთარი ემოციები, რომლებიც არც თუ ისე მარტივია სამართავად, თქვათ, ხო? შევქმნათ მაქსიმალურად მხარდამჭერი გარემო და ეს მაგალითი ძალიან კარგი მაგალითი იყო იმისი, რომ ნებისმიერ სოციალურ ემოციური მდგომარეობით ადამიანს ჭირდება მხარდამჭერი გარემოს შექმნა. საბოლოო ჯამში აუცილებლად შევქმნით იმ საზოგადოების შენებას, სადაც ეს ადამიანები სამომავლოდ ესეთ პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს მიიღებენ, ხო? ანუ ჩვენი შვილები პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებებს მიიღებენ საბოლოო ჯამში. რატომ შეიკრა ასეთი სამკუთხედი დღევანდელ დღესთან დაკავშირებით? ერთი მხრივ გონიერიო ორშაბათი, ანუ გონება, ტვინი, ნეიროგანვითარება, მეორე მხრივ ემოცია და მესამე წახნაგი სოციალური. ანუ ჩვენ როგორც სოციალური არსებები სამყაროს გრძნობათა ორგანოებით აღვიქვამთ და ჩვენ გვჭირდება ემოცია იმისათვის, რომ სრულფასოვანი იყოს ჩვენი შეფასება მოვლენებისა. ჩვენ გვჭირდება ამის გააზრებაც, მაგრამ თქვენ სადაც გონება მონაწილეობს რასაკვირველია შესაბამისი გადაწყვეტილებებით, შესაბამისი ქცევითი მოდელით, მაგრამ თქვენ როგორ შეკრავდით როგორც ნევროლოგი და ფსიქიატრი, ბავშვთა ნევროლოგი და ფსიქიატრი, როდესაც ჩვენ საუბრობთ ჩვილების, ბავშვების, მოზარდების, ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, როდესაც მათ გონიერებაზე ვსაუბრობთ, მათ ემოციურ და სოციალურ კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ. როგორ იკრება ეს სამკუთხედი? ჩვენი გონება, ანუ რაციონალური აზროვნება, ჩვენი ემოცია და ჩვენი სოციალური კომპონენტი. ნამდვილად ფსიქიკურ ჯანმრთელობაში სულ ამბობთ ხოლმე, რომ განსხვავებით, თქვათ, მედიცინის სხვა სფეროებიდან, სადაც მაინც ორგანიკას ძალიან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ჩვენთვის ინდივიდი, ადამიანი, ბავშვი, მოზარდი აღიქმება ბიოფსიქოსოციალური ჭრილის მოდელში. ამიტომაც მუდმივად ვუსვამთ ხაზს, რომ ერთი არის, თქვათ, ტემპერამენტული წინასწარ-განწყობა, თქვათ, ერთია გენეტიკური წინასწარ-განწყობა გარკვეული მოლოდინების მიმართ, რომელიც შეიძლება გქონდეს ბავშვთან, მოზარდთან, ჩულთან მიმართებაში. მეორეა ის მდგრადობა და მედეგობა, რომელსაც ვუყალიბებთ აი ამ ჩვენი მხარდამჭერი გარემოთი და მესამე ხო სოციალური გარემო, რომ ძალიან ბევრი პასუხისმგებლობა გვაქვს არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ნებისმიერ სოციალურ გარემოს, რომელიც იღებს მონაწილეობას ამ ბავშვების სახლში, რომ ეს ბავშვები იყვნენ და თავს გრძნობდნენ უსაფრთხოდ, იყვნენ ემოციურად ვთქვათ მდგრადები, იმისათვის რომ გაუმკლავდნენ იმ ყოველდღიურ გამოწვევებს, რომელიც არც თუ ისე ცოტაა ჩვენ ქვეყანაში. ძალიან დიდი მადლობა მე და ჩვენთან მეგობრობისთვის, თანამშრომლობისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი სტუმრობა, როდესაც ჩვენ საუბრობთ ბავშვებისთვის საჭირო როტო ამ თუ იმ საკითხზე. მართალია, ვისთვისაც ჩვენ ახლა საუბრობთ, ისინი არ უსმენენ ამ საუბარს, მაგრამ უსმენენ ზრდასრულები, მშობლები, ოჯახის უფროსი წევრები, რომლებიც აი ამ ინფორმაციას მათთვის სრულად გასაგებად გადახარშავენ და შემდეგ ამ ცოდნას ამ პატარების ინტერესებიდან გამომდინარე გამოიყენებენ. ამის იმედით ვსაუბრობთ ჩვენ წლების მანძილზე და ამის იმედად შევიკრიბეთ დღეს როგორც კვირეულის გასახსნელად, როგორც გონიერი ორშაბათის წარსადგენად, როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის ხვალინდელი დღის აღსანიშნავად, მაგრამ მიუხედავად იმისა, თარიღი დღეს ასეთი დახუნძურულია თუ არა, ჩვენ სათქმელი გვრჩება მთავარი, რომ ადამიანი არ არის მარტო სხეული. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით გვახსოვდეს პატარების შემთხვევაში. მე ამ თემას მოგვიანებით გავაგრძელებ, თუმცა განსაკუთრებით კვებასთან მიმართებაში, თუმცა აუცილებლად კიდევ ერთხელ გეტყვით დღეს სტუმრობისთვის მადლობას, მედიკამენტებთან დაკავშირებით კითხვებზე პასუხისთვის ძალიან დიდი მადლობა და მაყურებელს შევახსენებ. დღეს სტუდიაში ჩვენი სტუმარი გახლდათ ბავშვთა ნევროლოგი და ფსიქიატრი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი მედეა ზირაქაშვილი. ჩვენ წინ გველოდება კიდევ ერთი ვიდეო რჩება, რომელიც მედიკამენტების სწორედ შენახვას უკავშირდება. წამლის უსაფრთხო მოხმარება. მედიკამენტების ვარგისიანობის დასაცავად წამლები არ შეინახოთ. სააბაზანოში, სამზარეულოში, მაცივარში საგანგებო მითითების გარეშე, საკვებ პროდუქტებთან ერთად.
წამლების შესანახი ადგილი უნდა იყოს. 25 გრადუს ცელსიუსზე ნაკლები ტემპერატურის. მშრალი, ბნელი, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელი. მედიკამენტის მიღებისას აუცილებელია. გაითვალისწინოთ კავშირი კვებასთან. დალიოთ წამალი 1 ჭიქა წყალთან ერთად. დაიცვათ 10 წუთიანი ინტერვალი რამდენიმე წამლის ერთდროულად მიღებისას. დალიოთ წამალი რძით ან მინერალურ წყალთან ერთად, მხოლოდ ინსტრუქციის შესაბამისად. არ დააყოლოთ წამალს გრეიპფრუტი ან მისი წვენი. არასოდეს დააყოლოთ წამალს ალკოჰოლური სასმელი. სიცოცხლის გახანგრძლივება და არაგადამდელ დაავადებათა თავიდან აცილება შესაძლებელია. სწორი კვებით, რეგულარული ფიზიკური აქტივობით, თავმოყრზე უარის თქმით. აირჩიე ჯანსაღი ცხოვრების წესი პირადი ექიმის რჩევით. როდესაც ვსაუბრობთ ადამიანზე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ძალიან ადვილია დავინახოთ ადამიანის სხეული. ძალიან ადვილია, იმიტომ რომ ის არის მატერიალიზებული და ის არის თვალით არა მარტო დასანახი, არამედ ხელით შესახები და ეს ადამიანისათვის ბევრად უფრო აადვილებს ამ ინფორმაციის მიღებას. მაგრამ აუცილებლად უნდა გავიხსენოთ, რომ ადამიანი გაცილებით მეტია, ვიდრე უბრალოდ მისი სხეული. რომ ადამიანის როგორც მოვლენის აღქმაში ჩვენ გვჭირდება გათვალისწინება არა მხოლოდ ტვინის არსებობისა, არამედ ადამიანის გონიერებისა, რომელიც ტვინზე გაცილებით მეტია. წარმოგიდგენიათ, ჩვენ საუბრობთ ადამიანის გულზე, მაგრამ ჩვენ ვითვალისწინებთ ადამიანის გულისხმიერებას, გულმოწყალებას, გულკეთილობას და ასეთ შემთხვევაში ჩვენ გვჭირდება გულს სულ სხვა დანიშნულებაც მოუძებნოთ. როდესაც საუბრობთ ბავშვებზე, საუბრობთ გონიერებაზე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ უფროსების გონიერება ბავშვებთან მიმართებაში, რაც მათ ჯანმრთელობას და მაღალ ხარისხს ცხოვრებისას უზრუნველყოფს. და თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ჩვენ ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეგვიძლია, ჩვენ ვართ სოციალური არსებები და ჩვენ გვჭირდება მოვლენებს თან დავაყოლოთ ემოცია იმისათვის, რომ შესაბამისი შთაბეჭდილებებით არა უბრალოდ აღვიქვათ, არამედ დავიმახსოვროთ მოვლენები, მაშინ ბავშვებისათვის გონიერი ორშაბათი. ეს არის უპირველეს ყოვლისა უფროსების პასუხისმგებლობა. გონიერი ორშაბათი ამ კვირეულის ფარგლებში ეს არის ჩვენი ცოდნა, რომელიც ბავშვის ჯანმრთელობას წაადგება და ეს არის ყველა წინაპირობა ბავშვის მენტალური განვითარებისათვის, ბავშვის ფიზიკურ განვითარებასთან ერთად, მისი ემოციური და სოციალური კეთილდღეობისათვის. რასაკვირველია, ჩვენი კვებითი შუქნიშანი სწორედ ამ განწყობას გააგრძელებს. კვების შუქნიშანი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია ჩვენი სათქმელი ფერებს დაუკავშიროთ. და ჩვენ შევთანხმდით, რომ ყოველთვის ვანაწილებთ ასოციაციებს, მწვანე ნებადართვით, ყვითელი სიფრთხილი, წითელი შეზღუდვით, იშვიათად აკრძალვით და თავარი სათქმელით მომაქცია ყურადღება. მაგრამ მე ამ სიტყვების წარმოთქმისას ახლა არ ვდგავარ შუქნიშანთან. არ ვდგავარ იმ ფერად ყუთებთან, რომელიც შუქნიშნის ასოციაციით სათქმელის დამახსოვრებაში გვეხმარება. მე ვდგავარ ეკრანთან, სადაც არის ჩამონათვალი პროდუქტებისა და ჩამონათვალი იმ საკვები ნივთიერებებისა, რომელიც აუცილებლად სჭირდება ბავშვის თავისთვის. თქვენ ამას პირველად არ ხედავთ ჩვენს გადაცემაში და არც ამ თემაზე ვსაუბრობთ პირველად. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ ძალიან ხშირად ამა თუ იმ პრობლემაზე ვსაუბრობთ ხოლმე, იმაზე მითითებით, რა სჭირდება მაგალითად ჩვენი ორგანიზმის სხვადასხვა სისტემას. მაგალითად, ცილა, ცხიმი, ნახშირწყალი, რომ სჭირდება თავისთვის, აქ ძალიან კარგად და მკაფიოდ წერია. ქოლინი, მაგალითად, ცხიმოვანი კომპონენტებიდან გამორჩეულად სჭირდება. ადამიანის თავის ტვინისათვის ზოგადად და განსაკუთრებით ბავშვის თავის ტვინისათვის საცოცხლოდ მნიშვნელოვანია A, B, C, D ვიტამინების გამოყენება. მნიშვნელოვანია სხვადასხვა სახის მინერალის გამოყენება, რომელთა შორის არის რკინა, თუთია, მაგნიუმი
ძალიან მნიშვნელოვანია სელენის და იოდის გამოყენება, მაგრამ მოდით შევხედოთ მოვლენებს ცოტა განსხვავებულად და აი ამ ჩამონათვალს მოგვიანებით კიდევ დაუბრუნდეთ. რა მაქვს ხედელობაში, როდესაც ჩვენ საუბრობთ სიფრთხილეზე, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, ეს არის სწორედ ფრთხილად როგორ გავიაროთ ჩვენ შვილებთან ერთად სხვადასხვა ასაკობრივი საფეხური იმისათვის რომ მათ ტვინს ზიანი არ მიადგეს. არაერთხელ გვითქვამს, რამდენად ახდენს გავლენას ჩვენი ცხოვრების წესი ბავშვის თავის ტვინზე ჯერ კიდევ ჩასახვამდე, რადგან ჩვენი ორგანიზმით ჩვენ ქმნით წინაპირობებს მისი თავის ტვინის ჩამოყალიბებისათვის. აღარაფერს ვამბობ უკვე ორსულობის პერიოდზე, როდესაც სწორედ 3-იანო კვირების განმავლობაში, ანუ ის პერიოდი, როდესაც ნაყოფი დედის ორგანიზმში ვითარდება, ყველა მოვლენა შეუძლია შეცვალოს მოვლენათა პროცესების თანმიმდევრობა და რაც მთავარია, ყველა მოვლენა შეუძლია გავლენა იქონიოს ბავშვის თავის ტვინის ჯანმრთელობას. მაგრამ არის გადაწყვეტილებები, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბავშვის თავის ტვინისთვის და ეს ხდება მუცლადყოფნის პერიოდშიც, ბავშვის ჩასახვამდეც თქვენ წარმოიდგინეთ და აღარაფერს ვამბობ ბავშვის სიცოცხლის სხვადასხვა ეტაპზე. როდესაც ჩვენ საუბრობთ ალკოჰოლზე, ჩვენ შევთანხმდით, რომ ეს არის ფსიქოაქტიური ნივთიერება, რაც თავისთავად უკვე ნიშნავს განმარტებიდან გამომდინარე, რომ თავის ტვინზე უდავოდის ახდენს გავლენას. მიუხედავად ჩვენი საუბრებისა, მიუხედავად არაერთი მტკიცებულებისა, სამწუხაროდ ძალიან ძნელი გადასალახი აღმოჩნდა სტერეოტიპი, რომ რამდენიმე წვეთი არაუშავს, რამდენიმე წვეთი არ აწყენს, ან წყალში განზავებული ალკოჰოლი არ აწყენს პატარას, რომ ასე იქცეოდნენ ჩვენი წინაპრები. როდესაც ჩვენ საუბრობთ უსაფრთხოებაზე, ალკოჰოლის უსაფრთხოებაზე, აქ მაჩვენებელი არის 0. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, არ არსებობს დოზა, რომელიც განისაზღვრა ალკოჰოლისა, ხედულობაში მაქვს ალკოჰოლის დროსა. დიახ, არ არსებობს ალკოჰოლის დოზა, რომელიც უსაფრთხოდ განისაზღვრა ბავშვებისთვის. არ არსებობს ალკოჰოლის დოზა, რომელიც უსაფრთხოდ განისაზღვრა სახეობის შესაბამისად. ანუ თუ ჩვენ საუბრობთ სხვადასხვა ალკოჰოლურ სასმელზე, ჩვენ გულისხმობთ ალკოჰოლის სხვადასხვა ტიპის შემცველობაზე ამ სასმელში. მაგალითად 5-6 გრადუსიან ლუდზე, მაგალითად 40 გრადუსიან არაღზე, 12 გრადუსიან ღვინოზე. არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ალკოჰოლის სახეობას, თუ ჩვენ არ გავითვალისწინეთ ამ სასმელში ალკოჰოლის შემცველობა, რადგან თავის ტვინის უჯრედებზე, ბავშვის თავის ტვინის უჯრედებზე მომაკვდინებლად მოქმედებს ალკოჰოლი, როგორც ნივთიერება და რაში იქნება ის, რომელ პროდუქტში იქნება. ეს უკვე არის მეორე ეტაპი, მეორე საკითხი შეფასებისათვის. მეორე მიმართულება, რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ალკოჰოლთან ერთად, ეს გახლავთ თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებული პროდუქტების გავლენა თავის ტვინზე და ბავშვის თავის ტვინზე შეუქცევადი გავლენა. სამწუხაროდ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ერთჯერადად, ორჯერადად გამოყენებულ ასეთ პროდუქტებზე, აქ გავლენა საბედისწერო არ არის და 1-2 ბავშვისათვის ასეთი პროდუქტების მირთმევა ნამდვილად არ წარმოადგენს კატასტროფას, არც ხანდახან მოხმარება, ზომიერად, მცირე რაოდენობით. პრობლემა იქმნება მაშინ, როდესაც ასეთ პროდუქტებს სისტემატურად, ყოველდღიურად მოიხმარენ ბავშვები და ამ მოხმარებაში იგულისხმება მაგალითად დანამატებით დატვირთული, შაქრებით დატვირთული, სხვადასხვა კომპონენტებით გამდიდრებული სხვადასხვა სახის პროდუქტი. ეს არის მაგალითად ტკბილი სასმელები, მაგალითად ხანგრძლივი გამოყენებისთვის განკუთვნილი ეგრეთ წოდებული ხილისწვენები. ეს გახლავთ ენერგეტიკული სასმელები, ეს გახლავთ მარილითა და შაქრით დატვირთული სხვადასხვა სახის საკვები. ეს გახლავთ სხვადასხვა ტიპის ცხიმეული, რომელიც მდიდარია მხოლოდ ნაჯერი ცხიმით. ეს არის მხოლოდ ტექნოლოგიურად გამდიდრებული ცხიმები, ეგრეთ წოდებული გამყარებული ცხიმები, ეგრეთ წოდებული ტრანსცხიმები. ეს გახლავთ მხოლოდ სწრაფი კვების პროდუქტები, პროცესირებული კომპონენტებით მომზადებული. ეს არის მხოლოდ ტკბილი ნახშირწყლებით ადვილად შეთვისებადი, რაფინირებული ნახშირწყლებით დატვირთული ფუჭი კალორიები და ნაკლები საკვები ნივთიერება. ეს გახლავთ ცრუ ენერგეტიკული სისავსისთვის ბავშვების მიერ არარაციონალურად გამოყენებული
ჩაი და ყავა, ზოგადად კოფეინ შემცველი პროდუქტები. ეს არის დაუსაბუთებლად გამოყენებული დანამატები, რომელიც მაგალითად შეიძლება ბავშვის სპორტული აქტივობით გამართლდეს. არადა როგორი დატვირთულიც არ უნდა იყოს ბავშვი ფიზიკურად, ეს თავის ტვინისათვის ძალიან მნიშვნელოვანი სტიმულია და დანამატის გამოყენება და დანამატის გამოყენების გამართლება მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ბავშვი იტვირთება ფიზიკურად, სრულიად დაუსაბუთებელია და არასაკმარისია იმისათვის, რომ ბავშვის თავის ტვინი დავაყენოთ რისკის ქვეშ. მაშინ, როდესაც კეთილსინდისიერად არ ვიცით დეტალურად რა კომპონენტებისგან შედგება ესა თუ ის დანამატი. რა სჭირდება ბავშვის ტვინს? მოდით კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ იმ სიას, იმ ჩამონათვალს, რომელიც ხშირად ჩნდება ხოლმე ჩვენს გადაცემებში. პირველ რიგში ბავშვის თავის ტვინს თუ გავითვალისწინებთ რა დიდია წყლის წილი ბავშვის თავის ტვინში, მაშინ პირველ რიგში მისი ჯანმრთელობისათვის სჭირდება წყალი. ძალიან სჭირდება ბავშვს თავის ტვინის ჯანმრთელობისათვის ცილა და ცილა, რომელიც მდიდარია ყველა ამინომჟავით. რასაკვირველია, ასეთ შემთხვევაში სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ცხოველური და მცენარეული პროდუქტების ურთიერთშეხამება. მაგალითად, კვერცხიც უნდა იყოს ბავშვის რაციონში და ლობიოც. მაგალითად, მარცვლეულბურღულეულიც უნდა იყოს და სხვადასხვა სახის თესლიც, რადგან ასეთ შემთხვევაში არა მარტო ცილას, ცხიმს და ნახშირწყალს იღებს ბავშვი ადეკვატური ურთიერთშეხამებით, არამედ იღებს თუთიას, მაგნიუმს, რომელიც გაფანტულია ამ პროდუქტებში. მაგალითად, ხორბალში ბევრია მაგნიუმი, გარკვეულწილად არის რკინა, არის გარკვეული რაოდენობით მცენარეული, ცხიმიც კი ცოტა ცილად და მთავარი არის მცენარეული ნახშირწყალი, თავისი მცენარეული ბოჭკოთი. გასათვალისწინებელია ომეგა-3-ის, თუთიის, D ვიტამინის ურთიერთშეხამება თევზში და ასეთ შემთხვევაში ჩვენ უკვე არა მხოლოდ ცილებს, ცხიმებს, ნახშირწყლებს ვეხებით, არამედ ვეხებით ისეთ აუცილებელ კომპონენტს, როგორიც არის A ვიტამინი მზასახით, როგორიც არის D ვიტამინი მზასახით. როდესაც ჩვენ საუბრობთ მაგალითად C ვიტამინის როლზე ბავშვის შემთხვევაში, B ჯგუფის ვიტამინებზე აუცილებლად უნდა გამოვყოთ B6, B12, B9 ვიტამინი, რომელსაც შევისევთ მაგალითად ბოსტნეულიდან და B12 ცხოველური წარმოშობის პროდუქტებიდან. როდესაც ჩვენ საუბრობთ სასარგებლო ცხიმებზე, ჩვენ არა მარტო ცხიმს გულისხმობს, არამედ ამ ცხიმში გახსნილ ვიტამინებსაც. ეს არის A, D, K, E ვიტამინები, რომელიც ძალიან სჭირდება ბავშვის ტვინის განვითარებისთვის. არ უნდა დაგვავიწყდეს სხვადასხვა სახის მინერალი, რომელსაც შორის განსაკუთრებით საყურადღებო არის რკინა. არ გვექნება რკინა საკმარისი რაოდენობით, ჟანგბადს ვერ მივიტანთ სისხლით ტვინში. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ გვჭირდება რკინასთან ერთად გასათვალისწინებელი მინერალები, მაგალითად ყოველდღიურ რაციონში რკინასთან ერთად კალციუმის თანაფარდობა, რკინასთან ერთად სპილენძის თანაფარდობა. გვჭირდება თუთიის როლის კიდევ ერთხელ გახსენება, აუცილებლად კალციუმის და მაგნიუმის თანაფარდობის გააზრება, სელენი როგორც მთავარი ანტიოქსიდანტი ელემენტი, არ დაგვავიწყდეს იოდი და იოდის დეფიციტით გამოწვეული შეფერხება თავის ტვინის განვითარებისა და არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც აუცილებლად თავს იყრის ნაწლავ ტვინის ღერძში. თუ ჩვენ გვინდა ჩვენი შვილების ტვინის ჯანმრთელობა, მაშინ აუცილებლად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი შვილების ნაწლავის ჯანმრთელობაზე, იმიტომ რომ ბავშვის ტვინის ჯანმრთელობა წარმოუდგენელია ნაწლავის ჯანმრთელობის გარეშე. ასეთ შემთხვევაში მცენარეული ბოჭკო ყოველდღიურ რაციონში ხილის და ბოსტნეულის მარცვლეულბურღულეულის სახით და ფერმენტირებული რძის პროდუქტები არა მარტო კალციუმის, D ვიტამინის, A ვიტამინის, ფოსფორის შესავსებად, არამედ ჩვენთვის მეგობარი ბაქტერიების შესავსებად. და არ დაგავიწყდეთ, როდესაც ჩვენ საუბრობთ ბავშვის ორგანიზმზე, ბავშვის თავის ტვინზე. თავის ტვინი განსაზღვრავს ტვინს, არა მარტო ტვინის რიტმს და აქტივობას, არამედ განსაზღვრავს ჩვენი ყოველდღიური არსებობის რიტმსაც და მეორე მხრივ ჩვენი ყოველდღიური რიტმით, ჩვენი ორგანიზებულობით ვაძლევთ კარგს რიტმს, კარგ საშუალებას მოწესრიგებისა მთლიანად ორგანიზმს და მათ შორის თავის ტვინს. და როგორც თქვენ თავად დარწმუნდით, არაფერია იმაზე მარტივად დასამახსოვრებელი, რომ ჯადოსნური წამალი ან ჯადოსნური ერთი საკვები ბავშვის თავის ტვინის ჯანმრთელობისთვის არ არსებობს. არსებობს მიდგომა, რომელიც უცვლელია ყველა შემთხვევაში და გულისხმობს სულ ცოტა ხუთი ფერის, სულ ცოტა ხუთი ჯგუფის პროდუქტის გამოყენებას ყოველდღიურ რაციონში და ეს მაშინაც კი, როდესაც ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობა არც თუ ისე დიდია. ჩვენ შეგვიძლია დღეს გონიერ ორშაბათს კიდევ ერთხელ ვთქვათ, ჩვენი გონივრული გადაწყვეტილებით, ჩვენ შეგვიძლია
ჩვენი შვილის ტვინის განვითარებისთვის უფრო გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ და ასეთი გადაწყვეტილება გულისხმობს არა მარტო შინაარსობრივად და ფორმით, არამედ ეკონომიკური დანახარჯითაც გადაწყვეტილებების შეფასებად ვიყიდოთ ისეთი პროდუქტები, რომელიც ჩვენ შვილებს სჭირდებათ. ავარჩიოთ ჩვენი ეკონომიკური შესაძლებლობის შესაბამისად ისეთი პროდუქტები, რომელიც ყველაზე ოპტიმალურ შემადგენლობას შესთავაზებს ჩვენ შვილებს და ყველაზე მეტად წაადგება მათი ტვინის ჯანმრთელობას. მე ხვალამდე გემშვიდობებით ტრადიციულად ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.